ფრანჩიზაზე, რომლის შექმნაზეც ბევრი იწერება ბოლო პერიოდში. მაშას ეს იყო ლუკა ჭოჭუას ბოლო მოთელვა დილის გადაცემაში ტაიმაუტის წინ, როგორც მან გითხრა 12 საათსა და 30 წუთზე უცებად უნდა დაველოდოთ ტაიმაუტს, მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა გავიგეთ, რომ ასეთ საინტერესო თემები ექნებათ განსახილველი. აი ახლა კი უნდა ვისაუბროთ პოეზიაზე, ისე ხდება ხოლმე, რომ პოეზიის ქვეყანაში, სადაც ყველა პოეტი აბსოლუტურად პოეზიაზე ნაკლებად საუბრობთ ხოლმე და ახლა ვინ თუ არა გიორგი კეკელიძე შეეცდება, რომ ამოავსოს ეს სიცარიელი და ისაუბროს თანამედროვე ქართველ ავტორებზე, განსაკუთრებით საინტერესო წიგნს მე ახლა ხედავ ზედაპირზე, ეს არის ნუგზარ ზაზანაშვილის შესანიშნავი პოეტური კრებული წავა. მოგლედ მოგესალმებით. გამარჯვებისა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიახ, საქართველოს ჭეშმარიტი პოეზიის ქვეყანა, მაგრამ ერთხელ ერთმა კაცმა სრულიად გულთბილი განზრახვით თქვა, რომ ყველა ქართველი პოეტია და ყველა ქართველი პოეტი ორჯერ პოეტიო და ამან ცოტა დათვური სამსახური გაგვიწია და დღეს, როდესაც იგივე სოციალურ ქსელში გნებავთ YouTube-ზე, ცოტა მანერულ წამობღავლებებს უსმენთ ხოლმე, პოეზია გონია და რიგ შემთხვევაში მაინც და მაინც ზუსტი სელექცია შეიძლება ვერ გავწიოთ და გაგვექცეს ხელიდან ხარისხის ნიშანი, ეს ჩვენი დროის დამახასიათებელი თვისებაა სამწუხაროდ, ლაიქებით იზომება ხოლმე ყველაფერი, მაგრამ მადლობა ღმერთს არსებობს გამომცემლობა ინტელექტი, მადლობა ღმერთს არსებობს ამ შემთხვევაში მართლა ნამდვილი და მნიშვნელოვანი ქართული პოეზია, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ეს მიმართულება გამომცემლობა ინტელექტისთვის ერთ-ერთი გამსაზღვრელია და ამისთვის აუცილებელი მადლობა ეკუთვნით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პოეზია სრულიად არაკომერციული. აი ამის თქმა მინდოდა ზუსტად, რომ მაშინ, როდესაც ასე ვთქვა, არ იყიდება პოეზია, ძნელად იყიდება სრულიად ესე სუბუქად რომ აღნიშნოთ, ინტელექტი რისკავს, მაგრამ რისკავს ქართული კულტურის და ლიტერატურის სასარგებლოდ და ამისთვის ბუნებრივია ამ გამომცემლობას მის მესვეურებს საკუთრივ სვიად კვარაცხელიას ეკუთვნის ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩვენი, თქვათ, ამ შემთხვევაში დღევანდელი წიგნები, რომელიც დიდწილად ცხადია პოეზიით არის განსაზღვრული, და სიმბოლური და უცნაური ამბავია ის, რომ ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილი, რომელიც უკვე ამ ქვეყნიდან წასულია, სწორედ აი ამ სათაურით წარდგება მკითხველის წინაშე, წავა, სხვა შორის, როდესაც წიგნები გადმომცა ზვიადმა, ჩვენ გადაცემისთვის ცოტა ადრე ვემზადებით ხოლმე, ბატონ ნუგზარი ცოცხალი იყო და ეს სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა და მე მინდა სამძიმარი გამოუცხადო მის გულშემატკივრებს, ის ბუნების დამცველიც გახლდათ შესანიშნავი და ამავდროულად ბრწყინვალე პოეტი, რომელიც წინასწარ მეტყველებდა გარკვეულწილად თავის აი ამ რაღაც სრულიად ფატალურ აღსასრულს, როცა არ ყოფნა შორს აღარ არის, გულს უკეთ ესმის ძველი ზღაპარი, ძველი იგავი და ძველი მითი და გული ხვდება შებინდებისას, რად გალობს ჩიტი. სწორედ აი ამ გალობის ამოცნობაზეა მთელი ეს კრებული ბრწყინვალე ტექსტები სრულიად ერთმანეთზე უკეთესი, ძალიან ზუსტი, ფილიგრანული, სხვა შორის თანამედროვე ქართული პოეზია საკუთარ სივრცეს ნიშნავს და ეს სივრცე თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ტრადიციული მეტაფორულობა ნელ-ნელა ერწყმის აი ამ რუტინული ყოველდღიურობის ასახვას. ლიტერატურაში ძალიან სახიფათო ამბავია ზოგადად, ბეწვის ხიდია, ბუნებრივია, მაგრამ ამას ქართველი ავტორები ახერხებენ და ვინ თუ არა ამას შესანიშნავად ახერხებს ძალიან კარგი პოეტი ეკა ქევანიშვილი, რომლის კრებული ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება, მინდა პოეტი, რომელმაც სოციალური თემატიკა განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანა პოეზიაში. რა თქმა უნდა, რომელიც მინდა დავანახო ამ შემთხვევაში ჩვენს მაყურებელს, ეკა არის პირდაპირი და ესეთი გამოვიყენებ აი ამ სიტყვას უხეში ავტორი, იმ თვალსაზრისით, რომ ის პირდაპირ გვეუბნება სათქმელს და რა თქმა უნდა, სრულიად ბასრად, სრულიად ალესილად, სრულიად ზუსტად და მოურიდებლად, მაგრამ აი ეს უხეშობა რეალურად არ გულისხმობს პოეზიის საზღვრების დარღვევას, ის იმდენად ზუსტია ამ თვალსაზრისით და იმდენად კარგად ფლობს ამ ტექნიკას, რასაც პოეზია ქვია და თავის მხრივ ბუნებრივია ლექსწყობა.
ხო შორის პროზასაც, იმიტომ რომ ეკაკემანიშვილმა ბედისა და ასე ვთქვათ, პროზაში და ძალიან წარმატებული კრებული ჰქონდა. კი. აი მაგალითად თუ მამა ჩემი მოკვდა პირველი დედაჩემსთან წავიყვან დიდ ქალაქში, ჭიშკარს დიდ ბოქლომს დავადებთ, რომლის ზუსტად ისე მეშინია, როგორც სიკვდილის, მერე ცნობილი სცენარის მიხედვით ზაფხულში ჩავალ ხოლმე ბავშვობის სახლში, სახლს გავუხსნი ფანჯრებს, როგორც ფილტვებს ის ერთ ამოისუნთქავს და დაიჯერებს. არც ისეთი მიტოვებულია. ანუ რეალურად მოცემულობა, რომელსაც ის კარნახობს და გვიყვება ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ ფორმა, რომლითაც ის ამას ახერხებს, რეალურად უკვე გულისხმობს პოეზიას და ამით გვაშორებს იმ ყოველდღიურობას, რომელიც არის, როგორც გითხარით, ზოგადი საფრთხე თანამედროვე პოეზიისთვის. ირმა შიოლაშვილი შესანიშნავი ქართველი ავტორი, რომლის ლექსების კრებული შემოგვთავაზა ასევე გამოცემლობა ინტელექტმა, ეს არის 2014-2020 წლები, ამ შემთხვევაში მოვინიშნე ომი და ჩემი სიყვარული, რომელიც ერთგვარი ლეიტმოტივიც არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, ჩვენ სულ ძალიან მცირე პერიოდში 4 თუ 5 ომი გადავიტანეთ. რამდენჯერ მოუყევი ცხოვრებას, რომ ჩემი წილი სიყვარული ომში დაეცა, მაშინ როცა სამშობლოს ართმევდნენ, მაშინ როცა ღირსებას ართმევდნენ, მაშინ როცა თავისუფლებას ართმევდნენ, ეს ყველაფერი არ დაუშვა და 20 წლის სიცოცხლე სასწორზე დადო. ან ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი სიყვარულები, რომელიც ომში დაეცა. ელენე კვირკველია, წყვეტა, ძალიან კარგი ავტორი, რომლის შესახებ მე აი ამ კრებულიდან გავიგე, სხვა შორის რამდენიმე მათგანი ჩემთვის სრულიად ვთქვათ ახალი ამ შემთხვევაში აღმოჩენა იყო და მათ შორის ირინა ტაბაღოა, მათ შორის ელენე კვირკველია, აი მაგალითად მისი ლექსი მანძილი, ჩემს ანგელოს ველოსიპედი გქონია, მე ეს არ ვიცოდი არც სიზმრისას უთქვამს, ახლა როცა ერთმანეთი გავიცანით, მან ველოსიპედი მაჩუკა. გაიხედე ღრუბლებისკენ, ჩემს ჟანგისფერ ხელებს გიქნებ და ჩამოვარდნის არ მეშინია. ძალიან მეტაფორული ავტორია, ძალიან ისეთი ღრმა, საინტერესო, საკუთარი ხმით და აუცილებლად გასაცნობი მე ვიტყოდი. ტელეფას ცხვარი ირინა ტაბაღოა, ესეც არის ბუნებრივია გამოცემლობა დღეს ინტელექტის ბენეფისია, პოეზიტური მიმართულებით. აი ჩხართვი მაგალითად ირინა ტაბაღოას ლექსი, თებერვალი ხომ ჩავაძაღლე, მარტსაც მოუგრე ხკისერს, აპრილსაც გავაჩერებ, ჩემს დარგულ კლემეტისაც მოუბოდიშებ, მაისში უნდა აეყარატან. ეს სწორედ ამაზე ლაპარაკობდი, რომ ეს ყოველდღიურობა, რომელიც ერთგვარად დღიურსაც გავს, რეალურად როგორ მისამართდება კარგ პოეზიაში და ამის შესანიშნავი მაგალითი არის ირინა ტაბაღოა, ნათია გიორგაძე, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და რომელიც მეც თავის დროზე შესანიშნავმა პოეტმა მიშა ქურდიანმა გამაცნო, წარსდგება ჩვენს წინაშე ხმის მატარებლით უკვე არის ძალიან კარგი მეტაფორა, ნაგულისხმები ამ სათაურში, შენს ბალახს მოკრებ მე ყვავილებს, რამდენ მზედ გეყოფა ეგ საბანი, რამდენი იავნანად მოლაღურის არც თუ ისეთ კბილად მოძახილი, იმ ქალს გადაყევი მისმა ძებნამ გაცვითა შენი სისხლძარღვები ბულბულს ინატრებს სამოთხეში და ამერიკელ პოეტებს თავქვეშ. ანუ რეალურად ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ იგივე ნათიას პოეზიას საუბრის რომელიც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორი ისედაც იყო ეს სალექსო ფორმა ქართული ლექსისთვის ავთენტური, მაგრამ არსებობდა ბევრი დავა, ხომ? თქვათ, რამდენად შეიძლება ვერლიბრი, ვერბლანი, კონვენციური ლექსის გვერდით იდგეს, მაგრამ პოზიციების დაახლოება დღემდე ვერ მოხერხდა. ნუ მე მგონია, რომ აი ამ ავტორებმა მოახერხეს ეს თუ ჩვენ სალიტერატურო სივრცეზე ვისაუბრებთ და თუ მაინც და მაინც ვთქვათ ისევ სოციალურ ქსელებში ვიტრიალებთ, აქ ცოტა ძნელია ხვან მართალის გარკვევა და დავასრულოთ ბესი ხარანაულით, რა თქმა უნდა, ბოლო შემართული შაშუ გზნობას ვერ აგნებს ბესი ხარანაულის მე ვიტყოდი პოეტური კრებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ექსპერიმენტულია ამ აზრით, ვერლიბრსაც, რომელიც არის თავისუფალი ლექსი, ვერბლანსაც, რომელიც შერეული ტიპის მოდელია ამ შემთხვევაში ვერსიფიკაციული აზრით, კონვენციურ, ანუ რითმიან ლექსსა და თქვათ რიტმულ, თქვათ ასე ვერლიბრს შორის ამასაც ცდება და რეალურად გვთავაზობს პროზაული ფორმის ტექსტებს, რომელიც პოეზია. ისედაც ბესი ხარანაულმა რაც არ უნდა დაწეროს, მისი ხელიდან ყოველთვის პოეზია იქმნება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ექსპერიმენტი მას ადრინდელ წიგნებშიც ჰქონია, ბუნებრივია, მაგრამ ძალიან ისეთი ახლებური ძალით არის განხორციელებული და რეალურად მისი მკითხველი ამ შემთხვევაში ახალ სივრცეს ელოდება. ბესი ხარანაულის
ძალა ის არის რეალურად, რომ მთელი აი ამ 10 წლეულების განმავლობაში ის რჩება თანამედროვე ავტორად, რაც ურთულესი საქმე გახლავთ და აი ამ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი არის მისი პოეტური კრებული. მოკლედ, მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ ავტორებს, მინდა მადლობა გადაუხადო მკითხველს, რომელიც შემორჩა პოეზიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გონია და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გამომცემლობა ინტელექტს და ბუნებრივია ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა პოეზიას ზოგადად ძალიან საინტერესო რაღაც. მე საერთოდ გონია რომ ბესიკ ხარანაულმა აი ომლეტი რო შეწვას ისიც პოეზია იქნება იმდენად